ბაბლი შეიკრა პროტესტზე. საერთო სახალხო პროტესტის ნაცვლად გაიჩნდა ბაბლის პროტესტი. და ვიღაცა ნენსივოლანს ილოღლონს ვარ გავიგეთ რომ არ მანამდე ის არის მაინც დამასრულებელი. საერთო სახალხო პროტესტი როგორ უნდა შექმნა ეგ მითხარ. როგორ შეიძლება ამ დეგენერატებმა საერთო სახალხო პროტესტი შექმნა? ლაპარაკის გახსნა. ასე ლაპარაკი? კი, რა თქმა უნდა, ასე ლაპარაკით, როცა სხვა არ გესმით. აქ დასვით ადამიანები ვინც განა და მე გაჩვენებთ რომ ისინი რასაც აშავებენ. და აი ამაში დაიბადება საერთო სახალხო პროტესტი. საერთო სახალხო პროტესტი ქოცები უნდა გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ მოგება გვინდა. გესმით? ქოცები და როგორ შეიძლება ნენსი ოლანდისკენ ქოცი გადმოვიდეს? როგორ შეიძლება? ქოცების წინააღმდეგ არის იმას ლანძღავ ეხლა. არა, კაცო, ქოცების წინააღმდეგ არ არიან, არა, ისინი სიტყვით არიან. ბინძურები არიან, მართლა, გესმით? დედას ფიცა ვარ თუ ბინძურები არიყვნენ. იმიტომ რომ ისინი არიან ქოცებთან შეთანხმებული ჩათლახები, რომლებმაც ბაბლად აქციეს საერთო სახალხო პროტესტი. ამას როგორ ვერ ხვდებით? მართლა როგორ ვერ ხვდებით? ერთი ბაბლის პროტესტა თან ყველაზე გოიმი, ყველაზე არაკვალიფიციური, ყველაზე უსინდისო, რამდენიმე ადამიანის პროტესტად გადაიქცა ეს. ავლენ რომ ღრმა პერსონალური ბრაზილია. არა, ვაფშე ფეხებზე მკიდე არანაირი პროტესტი არ მაქვს. ეს დიდ სურათზე ლაპარაკში გვიშლის ხელს უკვე. არა, დიდ სურათი ამოდით ზემოდან დახედეთ სიტუაცია. არა, სანამ ესენი, აი როგორც სირცხვილია განადგურდა, ისე უნდა განადგურდეს აი ეს დაიტოვეს შპინგალეტები. მანამდე არაფერს არ გვეშველება. აბა ვინ არის ლიდერი? ვინ არის ლიდერი? არ ხავს მაგ პროტესტს. როგორ შეიძლება ერთი წელი რამეს აკეთებ? დადიან ადამიანები თვითონ ესე იყო არასწორია. გიდაკლი დაფიქრდი. ერთი წელი რაღაცას აკეთებ. ყოველდღე აქციაზე ხარ და ერთი ლიდერი ვერ დაიბადა. ესე იყო არასწორი იყო ყველაფერი. როგორ ლიდერი შეიძლება არ დაიბადოს ერთი წლის განმავლობაში? ბურჭუ არის ლიდერი ერთი წლის ბოლოს? ესე იყო ყველაფერი არასწორად კეთდება, იმიტომ რომ პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე რომ ლიდერებს არ ბადებდეს. დეგენერატები გროვდებოდეს ბოლოში, გესმის? და ნორმალური ხალხი შორდებოდეს. შენ ვერ დაგინახეს ლიდერად ამაზე ბრალ. ვინ დაინახეს? შენ დაგინახეს? ვინმე ნორმალურ ბურჭუ დაინახეს ბოლოში. ბურჭუ დაინახეს და ხალხი ციხეში მიდის, გესმით? და თქვენ მეუბნებით რომ ულიდერო პროტესტი ერთი წლის განმავლობაში დეგენერატების ერთობლიობა თურმე ყოფილა სწორი აზრი. როგორ ერთი ლიდერი როგორ ვერ დაიბადა? სხვა ბინძური არ დაგავიწყდეს ეკო. ეგრე ლაპარაკი არ გამოვანახე. არა, თქვენ ეგრე რასაც აკეთებთ ის არ გამოვა ირაკლი რა. წლები აკეთებთ ის არ გამოვა. იაგო, ამდენი წელი ეხა მარტო დეტალებში რო ჩავიდეთ, საათებს დაიჭერს ვირას აკეთებდა მართლა. არა, თქვენ ვერაფერს კი ბატონო, მაგას პოლიტიკური წმინდანი ვარ თქვენთან შედარებით. პოლიტიკური სალოსი ხარ იაგო, რეალურად ამ თვითონ როგორც იქცენ. ვაიმე სალოსი კი არა, მართლა გიჟები ხართ. დედასფეცა ვარ, გიჟები ხართ. არარაციონალური გიჟები. ვერ ხვდებით რა ხდება. ვიძახის, როგორ შეიძლება სხვაზე აბა კომპრომატი დამიდე, ერთი კომპრომატი დამიდე მართლა. 9 წელია პოლიტიკაში ვარ, ერთი საჯარო ტყუილი არ მithქვამს შეგნებულად და მატყუარების გარემოცვაში ცხოვრობ 9 წელია და თქვენ და გეგონება მე არ ვიცნობდი იქ ხალხი ვინც დგას. მე არ ვიცნობდი იქ კოლოუნადას რაც ხდება. თქვენ იაგო, ეს ლაპარაკი დავიწყეთ იმ კვალიფიციური ლაპარაკი უნდა კონდეს და ეს ყველაფერი ისე რომ მე შენ არ შემიქმნი აქ ეგეთი გარემო უცებ გადაზარდე ეს ყველაფერი რომ ბინძურები ეძახი ადამიანებს. ანუ თან კვალიფიციური ლაპარაკი გჭირდებაო და თან 2 წუთში ტრანსფორმირდა გიჟებთან არ ჭირდება ნორმალურ ლაპარაკს. კი, აი იქ ვინც არ ვიცი. კი არ დგას იმაზე, კი არა, აქციის ორგანიზატორები, რომლებიც ownership-ს იღებენ ამ აქციაზე, რომლებმაც სინამდვილეში ნორმალური ხალხი გარეკეს აქციიდან. დარჩნენ თვითონ თავიანთი სადაქალო, გიჟების, ფრიკების ერთობლიობა. და თქვენ გინდათ რომ ფრიკებით ბიზნეს მოუგოთ და მე კიდე გეუბნებით რომ მასე ბიზნეს ვერ მოუგებთ. თქვენ ხართ სინამდვილეში ბიზნეს გაბატონების მთავარი საფუძველი ამ ქვეყანაში. მაგას როგორ ვერ ხვდებით? თქვენი უაზრობით ირაკლი. გავიკეთე. ამაში არის პრობლემა. ძალიან ეს ტონი არის ზუსტად შესაძლებელი. არა, ტონი ისეთი არ დამიხვედრებია შენ. როგორც იმსახურებ. მე ტონი არ დამიხვედრებია. არა, მე არ დამიწყებ მოვედი. შენ დამიწყე, შენ ემოციებს ვერ აკონტროლებ. არანაირ ემოციებს გადახვედი ადამიანებს ლანძღვაში ეხა და. კი, მაგათი ბრალია ხალხი რო ციხეში. ახლაც დაიჭერენ იგეც მაგათი ბრალია, მაგას როგორ ვერ ხვდებით? კარგი. პოლიტიკური წმინდანის შეფასება მოვისმინეთ იაგო ხვიჩიასი, პარტია გეჩის თავმჯდომარე. იაგო, კიდე შევხვდებით იმედია და მრავალი საათის განმავლობაში ხდება, შესაძლოა რომ ბევრ თემაზე ვისაუბროთ.